2024 წელი გლობალური კინოინდუსტრიისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ერთი მხრივ არაერთი წარმატებული ფილმით, ხოლო მეორე მხრივ ჰოლივუდში მასობრივი გაფიცვებით იყო ეს წელი დახასიათებული. სირთულეების მიუხედავად, კინოეკრანებზე არაერთი ფილმი გამოჩნდა, რომლებმაც კინოსტუდიებს დიდძალი შემოსავალი მოუტანეს. დღეს საქმეა საღამოში სწორედ იმ ფილმებს გაგაცნობთ, რომელთაც 2024 წელს ყველაზე დიდი შემოსავალი მიიღეს. პირველი ფილმი, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ, ეს არის Inside Out 2, ალბათ არავინ არ ელოდით ამ ფილმს რეიტინგის პირველ ადგილზე, მაგრამ ისე აღმოჩნდა, რომ ფილმმა დააგენერირა, როგორც ხედავთ, $1.7 მილიარდი შემოსავალი. ეს არის Disney-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი, რომელზედაც Pixar Animation იმუშაობდა, ლეგენდარული სტუდია და საერთოდ ჯამში ეს მოგვითხრობს ემოციების ისტორიას და ამ ფილმმა სულ რაღაც 19 დღეში დააგენერირა $1 მილიარდი შემოსავალი, რაც არის Disney-ის მიერ წარმოებული მულტიპლიკაციური ფილმის მიერ დაფიქსირებული რეკორდი. ასევე მას აქვს ძალიან კარგი შეფასება კრიტიკოსების მხრიდან, ვინაიდან მისი IMDb რეიტინგი შეადგენს 7.6. რო გადავინაცვლოთ ჩვენი რეიტინგის რიგით მეორე ფილმზე, რომელმაც ძალიან კარგი წელი აჩვენა 2024 წელს, ეს არის Deadpool and Wolverine, სუპერგმირების crossover-ი, რომელმაც დიდ ეკრანებზე გასვლით მიიღო დაახლოებით $1.3 მილიარდი შემოსავალი. ამ შემთხვევაშიც ხედავთ Disney-ის, კერძოდ Marvel-ს, რომელმაც იმუშავა ამ ფილმის შექმნაზე. Ryan Reynolds-ის და Hugh Jackman-ის, ასე ვთქვათ, მონაწილეობით ვიხილეთ ეს ფილმი, რომელიც არის ყველაზე მაღალშემოსავლიანი R-rated ფილმი, სადაც არის ბინძური იუმორი და სხვადასხვა სახის ისეთი სცენები, რომელთაც როგორც წესი 18 წლამდე ასაკის ადამიანებს არ ანახებენ. საინტერესო ის, რომ ფილმის შექმნაზე თავის დროზე დაიხარჯა სულ რაღაც $200 მილიონი, რაც ძალიან იაფადაც კი შეიძლება ჩაითვალოს, ანუ მოგებამ შეადგინა $1.1 მილიარდი. მეტი ვიდრე დანახარჯმა, რომელიც გაიწია ამ ფილმის შესაქმნელად, ხოლო ასეთი კარგი შედეგი იმაზე მიუთითებს, რომ სავარაუდოდ კიდევ არაერთ crossover-ს ვიხილავთ Marvel-ის მხრიდან, რადგანაც როგორც ჩანს, ეს მიდგომა მუშაობს. კიდევ ერთ ფილმზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ასევე მულტიპლიკაციური ფილმების ჟანრს მიეკუთვნება, ეს არის Despicable Me 4, რომელიც არის Universal Pictures-ის შემოქმედება. აქ შემოსავალი შეადგენს $170 მილიონ და გვიყვება გრიუს შესახებ, რომელიც არის, შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანი, პერსონაჟი, რომელიც აკონტროლებს მინიონებს. საინტერესო ისტორია, რომელსაც ძირითადად ბავშვები უყურებენ, მაგრამ ბავშვები არ არის ხელწამოსაკრავი აუდიტორია, რადგანაც სწორედ მათ ხარჯზე, როგორც ხედავთ, Universal Pictures-მა ლამის $1 მილიარდი შემოსავალი მიიღო. მეოთხე ადგილზე მყოფი ფილმით, სხვათა შორის, წელს ისე აღმოჩნდა, რომ მიეკუთვნება მულტფილმების კატეგორიას, ეს არის Moana 2, ამ შემთხვევაში შემოსავალი, როგორც ხედავთ, არის მსგავსი, $883 მილიონი, ამ შემთხვევაშიც კომპანია არის Disney, მოკლედ 2024 წელი იყო პირდაპირ Disney-ის წელიწადი, ამის თქმა ნამდვილად შეგვიძლია. ეს მულტფილმი მიეკუთვნება ფანტასტიკის ჟანრს, სადაც მთავარ როლს ახმოვანებს Dwayne Rock Johnson-ი, რომელიც პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი არის ამ ეტაპზე. ფილმის ბიუჯეტი იყო სულ რაღაც $150 მილიონი, მაგრამ როგორც ჩანს, მან ყველანაირი მოლოდინს გადააჭარბა და იმაზე დიდი შემოსავალი მოუტანა კომპანიას, ვიდრე იყო გაწეული ხარჯი, ხოლო IMDb რეიტინგი სხვათა შორის იყო 7, რაც შესანიშნავი შედეგია და დროა გადავინაცვლოთ რეიტინგის მეხუთე ფილმზე, რომელიც თავისი გრანდიოზულობითა და მასშტაბებით იყო ალბათ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმი. ეს არის Dune-ის მეორე ნაწილი, Warner Brothers Pictures-ის მიერ შექმნილი, რომლის შემოსავალმაც, როგორც ხედავთ, შეადგინა $714 მილიონი. რეჟისორი კი არის ლეგენდარული დენის ვილნევი. ეს არის Dune-ის მეორე ნაწილის გაგრძელება, რომელიც არის გალაქტიკური მოგზაურობის, ასე ვთქვათ, გაგრძელება. ძირითადი თემები, რომლებიც Dune-ში გამოიკვეთა, ეს არის ძალაუფლება, პასუხისმგებლობა, თავისუფლება, დეტერმინიზმი, რელიგია და ასევე ადამიანის გადარჩენის სურვილი, ვისაც Dune-ის წიგნების სერია წაგეკითხავთ, დამეთანხმებით ალბათ, რომ ფილმის ადაპტაცია, რომელიც არის წარმოდგენილი ვილნევის მიერ, არის ნამდვილად შესანიშნავი, სწორედ ამიტომაც ამ ფილმმა დაისახურა როგორც კინოკრიტიკოსების მოწონება, ასევე ფანების მხრიდან დაფასება და ყველანი ალბათ უკვე მესამე ნაწილს ველოდებით, რადგანაც მეორე ნაწილი ისე დასრულდა, რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრილოგია იქნება ძალიან საინტერესო. აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ Warner Brothers-ი არ ჩერდება ამითი, სავარაუდოდ Dune-ის კიდევ რამდენიმე
სერია გამოვა, მათ შორის ახალი სერიალიც არის ხელმისაწვდომი, რომელიც აგრეთვე არის შესანიშნავი. მოკლედ, აი ასეთი იყო 2024 წელი და ასეთი იყო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების რეიტინგი ჩვენ.